საქართველოს სახელმწიფო ბალეტი პრემიისთვის ემზადება. პიოტრ ჩაიკოვსკის გედების ტბა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეჩევის ახალი ქორეოგრაფიული რედაქციით 21 მაისს იქნება წარმოდგენილი. მანამდე კი ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ქეთი ღამბაშიძე შემოგვიერთდა თავის სტუმართან ნინო ანანიაშვილთან ერთად. მოგესალმებით. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. მაყურებელი ძალიან მალე ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეიჩევის ქორეოგრაფიული ვერსიით დადგმულ გედების ტბას იხილავს. სპექტაკლი 21 მაისს გაიმართება და განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ბალეტის მოყვარულებში იწვევს. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. სარეპეტიციო პროცესი მიმდინარეობს და მოგეხსენებათ ალბათ აი ყოველ წუთს და წამს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. პირველ რიგში უნდა გკითხოთ, აი გედების ტბა, ეს არის ბალეტის კლასიკა, ასე ითვლება. რა სიახლეს ნახავს აი ამ პრემიერით დღეს მაყურებელი და რა იქნება განსხვავება იმ ძველი გედების ტბისგან, ასე ვიტყოდით. იცით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება სულ ახალი სცენოგრაფია და კოსტიუმები ულამაზესი. დათო მონოვარდისაშვილის დეკორაციები არის და კირილ გასილინის კოსტიუმები. ეს იქნება პირველი ვერსიაც შევცვალეთ. გვაქვს პატარა საიდუმლოები, რომელსაც უტოვებთ მაყურებელს, რომ ნახოს. მეორე მოქმედება, ეს არის თეთრი გედების მოქმედება. დავტოვეთ ისე, იმიტომ რომ ესეთი კლასიკა ამას ვინახავთ. ცეკვები და რაღაცები გვაქვს შეცვლილი, მაგრამ აი რომ ვთქვა, რომ მთლიანობაში სპექტაკლი გამოიყურება ახლებურად და რაც ძალიან ლამაზია. რამდენად რთულია კლასიკური ნაწარმოებიც სწორედ აი ამ ახლებურად თანამედროვედ შექმნა? ცოტა თანამედროვეს ვერ ვიტყოდით ჩვენ, უბრალოდ ჩვენ მივეცით ახალი სიცოცხლე იმ კლასიკას, რაც ჩვენამდე არის შემორჩენილი, რასაც თვლით, რომ აი დღესდღეობის მაყურებელს ეს უფრო აწყობს, ეს უფრო უნდა, ეს დინამიური გავაკეთეთ, იმიტომ რომ გავაერთიანეთ პირველი, მეორე მოქმედება და მესამე, მეოთხე მოქმედება ერთმანეთში და ამიტომ რაღაცნაირად აი სიუჟეტის შეკვრა, დავამატეთ პროლოგი და რაღაცები შევცვალეთ. ძალიან ბევრის მოყოლა არ მინდა, მინდა რომ მაყურებელმა ნახოს. მოვიდეს და დავად ნახოს. რას ეთყოდით მაყურებელს, რომელსაც გედების ტბა არ უნახავს და აი პირველად უნდა მოვიდეს და ნახოს? მე საერთოდ ვეთყოდი მაყურებელს, რომ ვთქვათ ვიღაცას ეშინია, რომ იმე ბალეტი არ მესმის და ამიტომ არ მოვა. ბალეტი ისეთი ხელოვნება, რომელსაც გაგება არ უნდა. უნდა მოხვიდე ნახო, ან მოგეწონება, ან არ მოგეწონება. ჩვენი ტანით, ჩვენი ორგანიზმით, ჩვენი შინაგანად გამოვხატავთ იმას, რისი დავალებაც გვაქვს ამჯერად და ვთვლით, რომ ამით ჩვენ სიამოვნებას ვაყენებთ მაყურებელს. ეს არის შერწყმა მუსიკის, ტანის და ვიზუალური სილამაზის. და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენთვის, ნინო ანანიაშვილისთვის, რას ნიშნავს ეს პრემიერა? მე მაინც იმ ძველ გედების ტბას გავავლებ პარალელს და რაღაც განსაკუთრებული იქნება, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ ჩვენი გედების ტბა, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე 20 წელიწადია გვაქვს რეპერტუარში და ის კარგ მდგომარეობაშია და მე ვგულისხმობ დეკორაციებს, კოსტიუმებს. უბრალოდ ეხლა მინდოდა განახლება, ახალი სილამაზის შეთავაზება ჩვენ მაყურებლისთვის. თან კიდე ვემზადებით ისევ ლონდონში გასტროლებისთვის, კოლიზეუმში მივდივართ ივლისის თვეში და იქაც წარუდგენთ მეორე ვერსიას გედების ტბის. ეხლა უნდა დავიწყოთ, თორე ორკესტრი გაგვექცევა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 21 მაისს გაიმართება პრემიერა და მე მაინც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად სწორედ იმ ადამიანებს აქვთ მოლოდინი და ისინი იქნებიან პირველი რიგში, ვისაც ძველი გედების ტბა ახსოვს და არაერთხელ უნახავს და ამიტომ ამ სიამოვნებას ნუ გამოტოვებთ. დიდი მადლობა ქეთი, ეს სიამოვნება ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. საინტერესო იქნება და არწმუნებული ვარ და ბალეტის მოყვარულებს არ გამოტოვოთ.